რა განსხვავებაა რადიო თეატრსა და თეატრს შორის? როგორ გითხრა, რა განსხვავებაა? ცოტა რთული სათქმელია. ორივეგან სპექტაკლსად დგა, მაგრამ თეატრში აქვს თავისი ხერხები, თეატრალურ სპექტაკლს და რადიო სპექტაკლს თავისი ხერხები აქვს. გამომსახველობითი საშუალებები, რაც მთავარია, ესე იგი. აქ შენ ხარ დამოკიდებული მარტო ხმაზე და ძირითადად ხმა, მუსიკა და ხმაურები, ესე ეგრეთ წოდებული, რომელიც ქმნის, თქვათ, ატმოსფეროს. თეატრში ყველაფერს ხედავს მაყურებელი. აქ უსმენს და ისე ხედავს. ესე იგი, აქ არის ახმა სმენითი ხედვა არის აქ მთავარი. ისე სპექტაკლის დადგმა ისევე ძნელია რადიოში, როგორც თეატრში. ალბათ ესაა მთავარი, რომ ორივეგან დგამს სპექტაკლს. როგორ მოხდით რადიოში? ჩვეულებრივად თეატრში დავიწყე, რა თქმა უნდა, თეატრში მუშაობა, თავიდან სადიპლომო სპექტაკლის სოხუმში დავდგი, მერე სოხუმში მუშაობდი 2 წლის განმავლობაში. იქიდან მომიხდა რაღაცა სხვადასხვა მიზეზების გამო წამოსვლა და მანამს ახალ თეატრში წავიდოდი, დროებით შემომთავაზეს მუშაობა რადიოში. ვინაიდან ახალი დაოჯახებული ვიყავი და საჭირო იყო ხელფასი, დავთანხმდი რადიოზე მუშაობაზე და მოხდა ისე, რომ მე შევჭი. მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ სხვაგან სპექტაკლებს არ ვდგამდი სპექტაკლებს ტელევიზიაში, რამოდენიმე სპექტაკლი დავდგი, ძალიან ცნობილი სპექტაკლებიც და სხვადასხვა თეატრებში საქართველოში. ხან მესხეთში დავდგი, გორში დავდგი, ჭიათურაში დავდგი, მეტეხის თეატრში, რუსთავში, რა ვიცი, ასე რომ ამას ვათავსებდი ერთმანეთს. ბოლო ხანებში მარტო დავჭი რადიოში, იმიტომ როცა საბოლოოდ მივხვდი რა ხიბლი აქვს რადიოს, საბოლოოდ ჩემი ერთგულება რადიოს მიმართ გამოისახა იმით, რომ სხვაგან უკვე ნაკლებად მუშაობდი და ნაკლებად ვაკეთებდი სპექტაკლებს. ნაციონალური თეატრის საუკეთესო მსახიობები თქვენ სპექტაკლებში თამაშობდნენ. რადიო თეატრს სულ სხვა სპეციფიკა აქვს. როგორ დაძლიეს ბარიერი? არა, თავისთავად ცხადე ხა მსახიობი, აქ ისევ იგივეს გეტყვი, რომ ნიჭიერი მსახიობი რადიოშიც ნიჭიერია, თეატრშიც ნიჭიერია და კინოშიც ნიჭიერია, მაგრამ ეს თავისი სპეციფიკა აქვს და ნიჭი ერთ-ერთი ალბათ იმაში გამოიხატება, რომ ამ სპეციფიკას რაც შეიძლება კარგად უღებს ალვოს. ესა, თავისთავად მიკროფონთან მუშაობა თავის ჩვევებს მოითხოვს. ამის ნათელი მაგალითი იყო თავისთავად ეროსი მანჯგალაძე, ვის სახელობისაცაა ჩვენი სტუდია ახლა. მე მახსოვს, როცა მას ვწერდი და მასთან რომ მუშაობდი, ის იყო აბსოლუტურად მიკროფონთან ქმნიდა სახეს, აბსოლუტურად, იმიტომ მას ამის მონაცემებიც ჰქონდა. ეს არის რა, თეატრში მსახიობს აუცილებლად ჭირდება პლასტიკა რა, მოძრაობაში რომ აქ ხმა არ ნიშნავს მარტო კარგი ხმა, ყველაფერს აქ საჭიროა ესე პლასტიკური ხმა, ესე იგი მოქნილი ხმა, რომელიც ყველაფერს გამოსახავს, აი ხმით აკეთებს ყველაფერს. მას ჩვენ და საბედნიეროდ ასეთი ძალიან ბევრი მსახიობი გვყავდა. საოცარი მსახიობი იყო რადიოში გიზო სიხარულიძე, ზინა კვერენჩხილაძე. წყინვალე წერს სპექტაკლებს რევაზ თავარდქილაძე და ზურაბ ყიფშიძე, განსაკუთრებით აი საოცარი ხმის პატრონია, საოცრად აკეთებს ხმით ყველაფერს. აი ეს არის ერთ-ერთი ალბათ ძირითადი, რითაც მსახიობი, თქვათ ვარჩეთ მსახიობს ჩვენ სპექტაკლისთვის. ეს ხმა უნდა იყოს მოქნილი და შეეძლოს ტრანსფორმირება ამ ხმას. სხვა მხრივ ნიჭი, როგორც ეთქოდა გალაქტიონი არა, ნიჭი ძამიკო ნიჭიო. თუ ნიჭიერია კაცი ყველაფერი გამოუვა. მე მსახიობებს გულისხმობ. არსებობს უამრავი საერთაშორისო რადიო თეატრის კონკურსები და ფესტივალები, სადაც ბევრი ჯილდო მიგიღიათ, რომელს გამოარჩევდით? ესე იგი იმართება ფესტივალები, აი როგორც არის კინოფესტივალები, ისე არის რადიო და ტელე სპექტაკლების ფესტივალები. გამოვარჩევდი იმითი პირველი ჩვენი გასვლა, რა თქმა უნდა, ადრე საბჭოთა კავშირის პირობებში ეს შეუძლებელი იყო, რომ ჩვენ დამოუკიდებლად მიგვეღო მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსებში, მაგრამ პირველად 90
10 წელს უკვე როცა ჩვენთან იყო ეროვნული ხელისუფლება მოსული და ჩვენ უკვე დამოუკიდებლობა ჰქონდა გამოცხადებული და საბჭოთა კავშირი ჯერ დაშლილი არ იყო და არსებობდა, ჩაატარეს მოსკოვში პირველი ფესტივალი, სადაც ჩვენ და ბალტიის ქვეყნებიც მონაწილეობდით. უკვე იყო ესენკი, ეს იყო 91 წელი თუ არ 91 წელი. სადაც მე მქონდა წაღებული ბევრი რამ ხდება ხორაციო ჩემი მოთხრობის მიხედვით გაკეთებული რადიო სპექტაკლი და ძირითადად იყო რუსულენოვანი სპექტაკლები, ჩვენ იყო ქართულ ენაზე სპექტაკლი და იქ ავიღეთ მთავარი პრიზი, გრან-პრი. ესე რა იყო ახლა როგორ იყო? თურმე მე მითხრა იყო ერთ-ერთი ძალიან ცნობილი რადიოს ხელოვნებაცოდნეობის დოქტორი ალექსანდრ შერელი, რომელიც იყო ჟიურის თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარე იყო საკავშირო რადიოს მთავარი რეჟისორი და მე უკვე რო გავიდა წლები დავახლოვდი მასთან იმან მითხრა შენ ვერ წარმოიდგენ რა ამბავი იყო სოფრინოში ტარდებოდა მოსკოვთან ახლოს ეს ფესტივალი და რა ამბავი იყო მთელი დღეების განმავლობაში რეკავდნენ რომ ქართულმა სპექტაკლმა არ უნდა გაიმარჯვოს ქართულმა სპექტაკლმა არ უნდა გაიმარჯვოს იმიტომ მაშინ უკვე პოლიტიკა ესეთი იყო ჩვენ უკვე მოშორებულები ვიყავით მაგრამ ისეთი დონე იყო მეუბნეოთა და невозможно это невозможно მაშინო გაუყავით პრიზი მაინცო და არაო და საბოლოო ჯამში მაინც ავიღეთ. ნუ ამ ხრივ პირველი ნაბიჯი იყო ეს გადადგმული ჩვენის, მე მაინც საერთაშორისო თავთვლი ამას და მომდევნო იყო ოსტანკინოს პრიზი, უკვე საერთაშორისო, სადაც მონაწილეობდნენ ევროპისა და მსოფლიოს ცნობილი რადიო სადგურები. იქ ჰქონდა რეპეტიცია, პიესა წაღებული ვიფიქრეთ რომ წავიღებ და მივიღოთ მონაწილეობა იმიტომ ესეთ სახელების ჟღერდა BBC, VDR, ფინეთის რადიოდან, სკანდინავიის ქვეყნები, მთელი ცნობილი კანადიდან იყო, ამერიკიდან სპექტაკლები, ნუ ახლა ვიფიქრეთ რომ წავიღოთ და მორჩა რა, მივიღებთ მონაწილეობას, მაინც კაია და მოხდა იქა რომ იქაც გავიმარჯვეთ, ავიღეთ მთავარი პრიზი გრან-პრი და აი ამან გახსნა და ამიტომ მნიშვნელოვანი ალბათ ეს ორი ფესტივალი, იმიტომ ამან მოგცა საშუალება რომ გავსულიყავით საერთაშორისო ასპარეზზე და მერე უკვე დაიწყო ქართული პიესების დადგმა სხვადასხვა ქვეყნებში რადიო პიესების და ასე თუ ის ამან გაგვიყვანა. ნუ მერე რეგულარულად ვღებულობთ მონაწილეობას არის ესეთი ევროპის პრიზი სადაც ევროპის ყველა ცნობილი რადიო სადგური ღებულობს მონაწილეობას და იქ ძალიან რთული შესარჩევი ეტაპია გასავლელი. ნუ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა რომ ეს შესარჩევი ეტაპი არ დაგვეძლიოს. იქ ხან ათეულში მოვხდით საუკეთესო ავიღეთ ჟიურის სპეციალური პრიზიც და რაღაცეები. არის კიდე სხვა საინტერესო ფესტივალები, მაგალითად იტალიის ფესტივალია სადაც სამწუხაროდ ვერ ღებულობთ მონაწილეობას იმის გამო რომ საწერო გადასახადია ყოველწლიური შესატანი და აქ ფულს არავინ არ გადაიხდის ამ იქ რომ მიიღო მონაწილეობა არის ხორვატიაში ფესტივალი კიდე მარულიჩის პრიზი და არის სხვადასხვა საინტერესო ასე რომ ძალიან ისეთი ნაყოფიერი ცხოვრებით ცხოვრობს რადიო სამყარო მსოფლიოში და ჩვენ ვცდილობთ რომ როგორმე მათ გვერდით ვიაროთ სხვა შორის საბჭოთა რესპუბლიკებიდან ყოფილი ჩვენ გვაქვს შენარჩუნებული საკავშირო რუსეთს აქვს და ბალტიისპირეთიდან ესტონელებს. აი სამი ქვეყანა ჩვენ გავდივართ ხოლმე დანარჩენებში თითქმის ჩამკვდარია. მადლობა რომ ჩემთვის დრო გამოყავით. არაფერს პირიქით დიდი მადლობა მე რომ დაინტერესდით ამ თემით.